ეს 15 ივნისის სრულია საქართველოს ტერიტორიაზე არის გამოცხადებული ბლოვის დღეთ. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა თაობა უერთდება ამ აქციას და დღეს დაახლოებით 100-მდე მოხალისე შეგროვდა და მოახერხეთ ჩვენ შევიძინეთ წყალი და პირველადი მოხმარების ნივთები. მოვიტანეთ და ჩავაბარეთ ვაკის რაიონის გამგეობაში, სადაც ჩვენს გარდა არის უამრავი მოხალისე, უამრავი ადამიანი და ჩვენ ხედავთ, რომ ყველა განურჩევლად სქესისა და ასაკისა, პოლიტიკური აზრისა და ვითარებისა ყველა ცდილობს რაღაც დოზით დაეხმაროს დღეს ჩვენს დედაქალაქს. მე მოუწოდებ, რომ დღეს ვისაც კი შეუძლია, რითაც შეუძლია, ახალგაზრდებს და ყველას დაუდგნენ მხარში საქართველოს და თბილისის ამ მძიმე წუთებში. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ესევე გვერდში დავუდგეთ შეთობის ნაგვარად მოვიხადეთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი. ესევე მინდა ჩემი სუბიექტური აზრი დავაფიქსირო, რომ მე დღეს ამაყი ვარ, იმიტომ რომ ხედავ ამდენ ადამიანს ერთად დაგდას, რომ ვცდილობ ერთად შევსრულოთ ამ სტიქიის დაზარალებულ ოჯახებს როგორც მორალური, ესევე მატერიალური სიკვდილი. დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაცია მოვედით ვაკის გამგეობაში, მოვიტანეთ საკვები და სასმელი და დიდი იმედით რომ მცირედით მაინც შევძლებთ დავეხმაროთ დაზარალებულებს, ასევე მოხალისეებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში თავდაუზრდავად დღეს აქ ვართ მობილიზებული, რადგან დავეხმაროთ ადამიანებს, ისე კი მოტანილი შემოწირულობების, ტანსაცმლის საკვების ჰუმანიტარული ნივთების დასახარისხებლად განსათავსებლად, რომ შემდეგ უკვე გადავცეთ დაზარალებულებს. ნორდი ვისი საქართველოს კერძო თბილისს დაატყვა ძალიან ცუდი სიტუაცია თავს. მდინარევერი ადიდა. თავდაპირველად გამოწვეული იყო ეს ყველაფერი ვარცოფისგან, რომელიც დაგროვდა ვერესხეობაში. მასალებმა, რომელმაც გამოიწვია ვერეს, ასე ვთქვათ, ტერიტორიის დაგუბება და შემდეგ წყლის გადმოსვლა იყო თბილისამდე, მაგრამ ამას სიტუაციის ესკალაცია გამოიწვია კერძოდ ვაკეს საბურთალოს რეგიონში. ახლა ხედავთ ვაკეს საბურთალოს რეგიონს. მოხალისეებმა დაიწყეს მუშაობა დაახლოებით გუშინ ხამე. შეიქმნა ორგანიზაციები შიდა სექტორებში, რომლებმაც ასე ვთქვათ, ორგანიზება თავის თავზე იკისრეს. ათასობით მოხალისეა მოსული. პრობლემას წარმოადგენს საკვები მასალა, ასევე პრობლემას წარმოადგენს ბარები, ნიჩბები, ხელკეტები, რითაც მოახდენენ ამ მასალის და კერძოდ ამ ნატანი მასალის გარდაყრას მდინარეში. ეს ყველაფერი შეიძლება აისახოს შემდეგ მომენტებზე, რომ ეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა, რომელიც აღემატება რამოდენიმე მილიონ ლარს, არ იქნება სწორედ აღდგენილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ მაქსიმალურად შეეცდება დაეხმაროს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ რა ვიცი, ყველაფერი წინ არის ჩემი აზრით და მეც და ჩვენს ქართველიერი ვიმოდევნებთ, რომ არსებული სიტუაციის ესკალაცია მოხდება ძალიან მალე. რომ ის დაზარალებული ოჯახები, კერძოდ 265 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ, მოხდეს მათი თბილგარემოში დაბრუნება ჰუმანიტარული დახმარებით, ასე ვთქვათ, შევსება. ეს შეიძლება იყოს მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა საკვები მასალები.